კბილეული და ვარდები ამ სიმბოლური საჩუქრებით 8 მარტს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებმა ყველაზე ხანდაზმული ქალბატონები დააჯილდოვეს. ისინი 31 სოფელს ესტუმრნენ და მანდილოსნებს საჩუქრები ადგილზე გადასცეს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობამ გეგმიური ღონისძიებისათვის 680 ლარი გამოყო. Მემდეჯერ სრულიად მთლიან საქართველოს მიულოცეს ლამაზი დღე, ქალთა საერთაშორისო და ყველა ქალბატონს მიულოცა უსწრო ჯანმრთელობა და რაღაც ყოფნა. ჩვენ მუნიციპალიტეტმა უხუცეს მოხუცებულებს ხანდებს ქალბატონებს მიულოცეთ ეს ერთი ლამაზი ტკბილი დღესასწაული მთელ ჩვენ მუნიციპალიტეტში 41 პატარა ტკბილეული თავი ვარდებით, რა ვიცი, ყველაზე უხუცესი იყო ქალბატონი მუცში იყო 99 წლის. მერსო შენ გამომარჯვე ჯერ ჩვენ ღარიბ საქართველოს შვილო. ბედნიერები იყვნენ, ჯანმრთელობა ჰქონდეთ და სიხარული წინსვლა ჰქონებოდეთ. კეთილები დაბადებული იყვნენ, კეთილები აღზრდილი იყვნენ. მშვიდობიან ცის ქვეშ ეცხოვროთ. მიმილოცნია დღევანდელ ქალებს დედებისთვისა, ჩვენისთანა ქალებისთვისა და ახალგაზრდებისთვისა. მრავალ 8 მარტს დასწრებოდნენ მშვიდობით, სიხარულით, ჯანმრთელობით. მშვიდობიან ცის ქვეშ ეცხოვროთ, ასევე მთელ მსოფლიოს ქალებსაც მიულოცა. ბედნიერება, სიხარული და მშვიდობა ყოფილიყოს ქვეყანაზე. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან განსხვავებით, ქალაქის მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლებმა ადგილობრივ ქალბატონებს დღესასწაული ყოჩივარდებისა და ტიტების თაიგულით მიულოცეს. მათ ახალციხის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამლველი მანდილოსნების სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს. გეგმიური ღონისძიებისათვის ქალაქის მერიამ ბიუჯეტიდან ყვავილების შესაძენად 500 ლარი გამოყო. სრულიად ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს თითოეულ ყველა ქალბატონს 8 მარტს. ეს ჩვენ უკვე ტრადიციად გვაქვს ეს ღონისძიება. გამოყოფილია 500 ლარი. და ვიყიდეთ შევიძინეთ უამრავი ყოჩივარ და უამრავი ტიტა და ამ ყველაფერს გადავცემთ ქალაქის მოსახლეობას. ულოცავ ყველა მანდილოსანს 8 მარტს დაესწრონ მრავალს, იყვნენ ბედნიერები, ჯანმრთელები და გახარებულები. დღეს არის 8 მარტი, ყველას ულოცავ ამ დღესასწაულს და დღეს მეც ქუჩაში დამასაჩუქრეს ყვავილით, მადლობა. ქალთა საერთაშორისო დღე მანდილოსნებს განსხვავებულად მიულოცეს შიტორიო კარატე დო სპორტსმენებმა. კლუბ საფარის წევრებმა ქალაქში გარბენი მოაწყვეს და ქუჩაში მოსიარულე მანდილოსნებს ყოჩივარდების თაიგულები გადასცეს. ვიფიქრეთ ჩავგვიტარებინა ეს გაგვეხალისებინა ქალები, მანდილოსნები, გოგონები, დაიკვები, დედები და მოვიფიქრეთ ეს ერთ-ერთი ღონისძიება ქალებთან დაკავშირებით. მინდოდა რომ პატარა გარბენი გაგვეკეთებინა ჩვენ პატარა მოსწავლეებთან ერთად და მე მგონი კარგი გამოვიდა. პირველად 8 მარტს ბედნიერები ყოფილიყავი მთელი ცხოვრება. ქალთა საერთაშორისო დღის დაწესების იდეა პირველად მე-20 საუკუნის დამდეგს გაჩნდა. ეს იყო სიმბოლო ქალების სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მიღწევების აღნიშვნის დღე, რომელსაც საქართველოს შეუერთდა. ყოველწლიურად დღესასწაულთან დაკავშირებით უამრავი ღონისძიებები იმართება.